მოგესალმებით მეგობრებო. ეს მიკროფონი ჩართულია. მე და ვიკა კი მისი წამყვანები ვართ. საღამო მშვიდობისა. ეს დღეს უკვე მეორე ხუთშაბათია და სიმართლე გითხრათ, მე მოუთმენლად ველოდებოდი ამ დღეს. ჩვენი გუნდი კი საინტერესო თემებით იწყებს თქვენთან მუშაობას, ასე რომ დარჩით გადაცემის ბოლომდე, პირდებით არ ინანებთ. აქვე შეგახსენებთ, რომ ჩვენი გადაცემის ყურება შეგიძლიათ ყოველ მეორე ხუთშაბათს 21 საათსა და 15 წუთზე, ასევე ინტერნეტის საშუალებით. ჩვენი შემოქმედებითი ჯგუფი დრო და დრო აცხადებს კონკურსს ნიჭიერი ბავშვებისთვის, ასე რომ ბავშვებო, იყავით ყურადღებით. ახლა კი ჩვენ შემოგვიერთდება ნინო ძალიან საინტერესო და საჭირო დიალოგით. დიალოგი ეთერში. ეს არის დიალოგი, მე ნინო ვარ. ჩემთან ერთად არიან ჩვენი წამყვანები კიდე ცოტნე. დღეს მე მინდა ვისაუბროთ იმის შესახებ, თუ რა ნიშნავს სწორი ცხოვრების წესი. ვფიქრობ, ეს თემა დღეს აქტუალურია. მოდი თავდაპირველად განმარტოთ, თუ როგორ გვესმის ჯანსაღი ცხოვრების წესი. ვიკა, დღეს იშვიათი ადამიანი თუ ცხოვრობს ჯანსაღი ცხოვრების წესით. შენ თუ ცხოვრობ ჯანსაღი ცხოვრების წესით და რაში გამოიხატება ეს? პირველ რიგში მე ვცდილობ რომ ვიცხოვრო, რადგან ეს ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა. თუმცა ადამიანების უმეტესობა მას ვერ ახერხებს იმის გამო, რომ მას აქვს გადატვირთული გრაფიკი, ან უბრალოდ არის ზარმაცი, ეზარება, ან არ იცის როგორ დაიცვას. მაგალითად, ერთ-ერთ თემას მინდა შევეხო, ეს არის დიეტა, რომელიც ადამიანებს გონიათ სულ სხვა რამეს, სინამდვილეში ამ ჯანსაღ კვებას ნიშნავს, რომ უნდა ჭამო დილით, შუადღით და საღამოდ. ანუ უნდა იკვებოს სწორად და არა ძალიან მცირედ, რასაც ჩვენი ზუსტი განმარტება არ ვიცით მისი და შეცდომით ვიცავთ ამიტომ. აუცილებელია რომ ვიცხოვროთ ჯანსაღი ცხოვრების წესით, რადგან ეს ჩვენი ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა. მე იშვიათად თუ ვცხოვრობ ჯანსაღი ცხოვრების წესით, რადგან მაქვს ძალიან გადატვირთული გრაფიკი და ვერ ვახერხებ რომ ვიცხოვრო ჯანსაღი ცხოვრების წესით, არ მივიღო ცუდი საკვები, მაგრამ შევეცდები რომ ვიცხოვრო. დღეს მართლაც იშვიათი ადამიანი თუ ცხოვრობს ჯანსაღი ცხოვრების წესით, იმიტომ რომ ყველას აქვს მავნე ჩვევები, ეს არის სიგარეტის მოწევა, ალკოჰოლის მიღება და ასე შემდეგ, მაგრამ მე ასეთ ცხოვრებას არ ვარ მიჩვეული და არც მაქვს მავნე ჩვევები. ვიკა, ზოგიერთი ბავშვი პატარა საკიდანვე ეჩვევა მავნე ჩვევებს, აი როგორიცაა სიგარეტზე დამოკიდებულება, ალკოჰოლზე და ასე შემდეგ. შენი აზრით, რა არის ამის მიზეზი? პირველ რიგში, როდესაც ბავშვი რაიმე ცუდს აშავებს, ან ცუდისკენ მიდის, ეს არის პირველ რიგში მშობლის ბრალი, ანუ ყველაფერი მშობელზეა დამოკიდებული. შეიძლება თვითონ მშობელიც არ იყოს ფსიქოლოგიურად ისეთი ძლიერი, რომ რაიმე მეთოდი ჰქონდეს, რომ იმ ბავშვს გადააჩვიოს სიგარეტის მოწევა, ან სურვილით არ გაუჩნდეს, ანუ ისე გაზარდოს, რომ ბავშვს სურვილი არ გაუჩნდეს სიგარეტი მოწიოს. აუცილებელია რომ გააფრთხილოს და პატარობიდანვე აუხსნას ნებისმიერი მავნე ჩვევა და მიაჩვიოს ჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრებას, როგორიცაა მაგალითად ვარდიში, სწორად კვება და სიგარეტის და ალკოჰოლზე არ დამოკიდებულება. ბავშვები მართალი ხანინო ბავშვები პატარაობიდან ზოგიერთი ბავშვი პატარაობიდანვე ეჩვევა მავნე ჩვევებს, იღებს ალკოჰოლს, ეწევა სიგარეტს და ჩემი აზრით ყველაფერი იმაშია, რომ ისინი როგორც გონიათ რომ ეძებენ ახალ შთაბეჭდილებებს ამ ყველაფერში, აქვთ პრობლემები და გონიათ რომ ამით გადაჭრიან, მაგრამ ტყუდებიან და უნდა იცოდნენ რომ თავი დაანებონ ამ ყველაფერს. ჩემი აზრით, ამის მიზეზი ის არის, რომ მშობელი ბავშვს სათანადო ყურადღებას არ აქცევს. მშობელმა ბავშვი უნდა აკონტროლოს, იმიტომ რომ რა იცი ბავშვი სად არის და რას გააკეთებს. ვიკა, შენ მეგობრები როგორი ცხოვრები ცხოვრობენ და როცა ხედავ რომ შენ მეგობარს აქვს მავნე ჩვევები, როგორ დაეხმარები მას? პირველ რიგში შეგვიძლია რომ მეგობარს ვურჩიოთ, აუხსნათ
თუ გაითვალისწინა კარგი, თუ არ გაითვალისწინა ჩვენ პირადად ვერაფერს ვერ გავხდებით, თუ ამაში არ ჩაერია მშობელი. ჩემს წრეში როგორ გითხრა, რომ სულ ყველა ადამიანი ეწევა ჯანსაღ ცხოვრებას, მაგას ვერ ვიტყვი, იმიტომ რომ დღეს ადამიანის იშვიათი ნაწილი თუ მისდევს ჯანსაღ ცხოვრებას. ჩემი მეგობრებიც ასე არიან, ზოგს ეზარება, ზოგს დრო არ აქვს, ზოგმა არ იცის კარგად. ასე რომ არიან ჩემს გარშემო ესეთი ადამიანები, ვინც ჯანსაღი ცხოვრებით ძალიან იშვიათია თუ იცხოვროს. გეთანხმები ვიკა, დღეს ძალიან ცოტა ადამიანი ცხოვრობს ჯანსაღი ცხოვრების წესით, უმეტესობა ეწევა სიგარეტს, იღებს ალკოჰოლს და ჩემს წრეში რამდენიმე ბავშვი ცხოვრობს ჯანსაღი ცხოვრების წესით, დანარჩენები ჭამენ ეგრეთ წოდებულ ჰამბურგერებს, ჩიფსებს და რაღაც. მე ვცდილობ რომ ვიცხოვრო ჯანსაღი ცხოვრების წესით. ჩემი ზოგიერთი მეგობარი ცხოვრობს არაჯანსაღი ცხოვრების წესით. მაგრამ მე ერთ ჩემ მეგობარს ურჩიე, რომ არ იცხოვრო მეთქი მავნე ჩვევებით, მაგრამ არ დამიჯერა და ის დღემდე მავნე ჩვევებით ცხოვრობს. ვიკა, როგორ შეიძლება გავთავისუფლდეთ ამ მავნე ჩვევებისგან და ვინ დაგვეხმაროს ამაში? პირველ რიგში ისევ და ისევ მშობელი, მეგობრები და ის სტრესი, სადაც ჩვენ გვიწევს ცხოვრება, ის გარემო. პირველ რიგში ჩვენ თავსაც უნდა მივიცეთ, ასე ვთქვით, იმის უფლება, რომ დავანებობთ ასეთ რაღაცებს თავი, ჩვენ თვითონ უნდა ჩავაგონოთ და თუ ჩვენ ამას ვერ შევძლეთ, აუცილებელია რომ სხვები დავეხმაროთ. პირველ რიგში ჩვენ უნდა გვეხმარებოდეთ, რა თქმა უნდა, ჩვენი მშობლები, ამაზე ინფორმაციას უნდა ვიღებდეთ სახლში, ამას სკოლაში არავინ არაფერს არ გეტყვის ამაზე, თუ თვითონ შენ თემა არ წამოჭერი და ჩვენ თვითონაც უნდა მივხვდეთ, რომ ეს ცუდია. ჩემი აზრით, თუ არ მიიღე ალკოჰოლი და არ მოწიე სიგარეტი, ფიქრობ, რომ ამით უფრო ყველაფერი კარგად იქნება და ამაში უნდა დაგვეხმაროს პირველ რიგში ჩვენი ოჯახის წევრები. ვიკა, სად უნდა მივიღოთ იმის შესახებ ინფორმაცია, თუ რა არის სწორი და რა არასწორი? ისე და ისე ოჯახში სხვაგან თუ არა საათ. მაგალითად, რომ ვთქვა, რომ სკოლაში მეთქი ამას ვერ ვიტყვი, იმიტომ რომ სკოლაში ახლა ისეთი პროგრამაა, რომ იქ ძალიან იშვიათია, რომ თუ თემამ არ მოიტანა, იმაზე საუბარი არ დაიწყო, იმიტომ რომ ყველა გაკვეთილის თავისი, ასე ვთქვათ, პროგრამა აქვს, ხო? იმ კონკრეტულ რაღაცაზე საუბრობ და იშვიათია თუ რაიმე რაც საჭიროა და რაც სასწავლებელი იმას მოედო. ასე რომ ინფორმაციის მიღება ცოტა რთულია სკოლაში, მაგრამ ყველა მიცის, რომ სიგარეტი თუ ალკოჰოლი საზიანოა და საიდან იციან. სკოლაში რო ვთქვა, რომ ამ ინფორმაციას კარგად იღებენ მეთქი, ვერა, მაგრამ გარემოში და ზოგადად ოჯახში უკვე ხვდებიან ამას და ამ გარემოებამ უნდა შეუწყოს ხელი, რომ მან შთააგონოს თავის თავს, რომ ეს დამოკიდებული არ გახდეს მავნე ჩვევებზე. ამ ყველაფერზე ინფორმაციას უნდა ვიღებდეთ ისევ და ისევ ოჯახში და სკოლაში იშვიათად თუ გეტყვიან ამ ყველაფერს, რადგან მათ თავიანთი პროგრამა აქვთ და აუცილებლები არიან, რომ ის პროგრამა გაგატარონ და კიდევ ჩვენს არსებულ გარემოში უნდა ვიღებდეთ ამ ყველაფერზე ინფორმაციას. ამაზე ინფორმაცია უნდა მივიღოთ პირველ რიგში ოჯახში და ასევე მშობლებმა თავიანთ შვილებს უნდა აუხსნან თუ რა არის სწორი და რა არასწორი. ვიკა, რამდენად რთული ან იოლია გაარჩიო რა არის მავნე ჩვევა ან ჯანსაღი ცხოვრების წესი? მარტივია იმ მხრივ გაარჩიო, რომ ეს ორი ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდება და ვფიქრობ, ადამიანს არ უნდა გაუჭირდეს ერთმანეთისგან განსხვავება. თუმცა კიდევ ვიტყვი, რომ ადამიანმა შეიძლება იცოდეს, რომ ის მავნე ჩვევაა, თუმცა როდესაც ხდები დამოკიდებული, გიჭირს, რომ მას თავი დაანებო, ასე ზოგჯერ რთულია, რომ ამ ყველაფრიდან გამოხვიდე. მარტივია იმ მხრივ, რომ თუ გადაზრდილი არ გაქვს ეს ყველაფერი შენ ჩვევაში, ადვილად გააცნობიერებ თუ რა არის მავნე და რა სასარგებლო, მაგრამ თუ ეს უკვე ჩვევაში გაქვს, უკვე ძნელია რომ თავი დააღწიო ამ ყველაფერს. ჩვენ უკვე ესეთ ასაკში ვართ, რომ უნდა ვიცოდეთ რა არის კარგი და რა არის ცუდი და ვფიქრობ, რომ ამის გარჩევა არ უნდა გაგვიჭირდეს.
ეს იყო დიალოგი. დღეს ჩვენ საუბრობდით ჯანსაღ ცხოვრების წესზე. ჩვენ ორი კვირის გემშვიდობებით. ნახვამდის. განვაქვისებთ გამოშვებას. ეს არის მიკროფონი ჩართულია. უკვე რამდენიმე გადაცემაა ჩვენ სამყაროებზე გიყვებით. და უკვე ახლიდან გავიცანეთ ჩვენი ძალიან ნიჭიერი წამყვანები. ახლა კი დროა გავიცნოთ ჩვენი ალექსანდრე. ეს არის ვიზიტი. მე მარიამი ვარ, გამარჯობა. დღეს ჩემი ვიზიტი შედგება მიკროფონი ჩართულიას კიდევ ერთ ნიჭიერ წამყვანთან ალექსანდრე ბერუკაშვილთან. გამარჯობა ალექსანდრე. გამარჯობა. გმადლობ რომ ჩემთან ერთად ხარ. გვითხარი მოგწონს ამ ამპლუაში ყოფნა? მომწონს ყოფნა მომწონს. რას ნიშნავს შენთვის ეს გადაცემა და როგორ მოხვდი აქ? მე უყურებდი ჯერ და მომეწონდა და მომინდა წამოსვლა. ალექსანდრე, შენ როგორი იყავი სანამ გადაცემაში მოხვიდოდი და როგორ შეიცვალე? მე ვიყავი დაინტერესებული და მაინტერესდა ეს გადაცემა. ალექსანდრე, შენ რომ აქ მოხვედი, პროდიუსერებს და გადამღებ ჯგუფს ნერვებს უშლიდი. რა მოხდა, რა შეიცვალა და ასეც რას აკეთებდი? მე მიკროფონის გაკეთება თვითონ მინდოდა. შენი აზრით, რას გაძლევს ეს გადაცემა? ეს გადაცემა მე მაძლევს იმას, რომ მივახციო მაღალ დონეზე. როგორც ვიცი, შენ მიყავს რუბრიკები ფერადი ამბები და ვიქტორინა. რომელია შენთვის უფრო საინტერესო, რომელს ანიჭებ უპირატესობას? ჩემთვის საინტერესო არის ტელევიზია. ტელევიზია მეთქი ფერადი, რადგან იქ ახალი ტექსტებია და იქ მარტო ის იცვლება. ვიქტორინაში მარტო ისინი იცვლება ახალები. დანარჩენები რჩება. ამ გადაცემის გარდა დადიხარ თუ არა სხვა რომელიმე წრეზე და თუ დადიხარ მოგვიყევი მის შესახებ? მე დავდივარ ფეხბურთზე და ვიოლინოზე. და რომელი მოგწონს? მე ფეხბურთი მომწონს. რადგან სპორტია და ბიჭებს უფრო სპორტი მოსწონთ, არა? დიახ. რას ურჩევ იმ ბავშვებს, რომლებიც ახლა ტელევიზორებთან სხედან და ჩვენ გვიყურებენ? რომ მოვიდნენ აქ და თვითონ ისწავლონ. რადგან აქ ბევრ რამეს გაიგებენ და ისწავლიან. ბავშვების უმეტესობა, რომლებიც ჩემთან იყვნენ სტუმრად, ფიქრობენ, რომ მათი მომავალი პროფესია იქნება ჟურნალისტობა. შენც ასე ფიქრობ თუ სხვა რომელიმე სფერო მოგწონს და გინდა რომ მას დაეუფლო მომავალში? არ ვიცი, ჯერ არ მომიფიქრებია. ახლა კი შენ შეგიძლია მკითხო. შენ მოგწონს ამ გადაცემაში ყოფნა? კი, მე ძალიან მომწონს ამ გადაცემაში ყოფნა, რადგან ძალიან ბევრ რამეს ვსწავლობ და მომავალში დამეხმარება ეს, რომ მე ჩემი ოცნება ავისრულო. გმადლობ, რომ იყავი ჩემთან ერთად, ალექსანდრე. ნახვამდის. მე კი მინდა მაყურებელს უთხრა, რომ ჩვენ მომავალი გადაცემიდან შევცვლით ფორმატს და ჩვენ გვეყოლებიან უფროსი ადამიანები. ახლა კი შეგახსენებთ, რომ დღეს ჩემი ვიზიტი შედგა მიკროფონი ჩართულიას კიდევ ერთ ნიჭიერ წამყვანთან ალექსანდრე ბერუკაშვილთან. მაყურებელს კი ორი კვირით დავემშვიდობები. ნახვამდის. თქვენ უყურებთ მიკროფონი ჩართულიას. ახლა ეთერში მუსიკალური ნაწილის დროა. მიკროფონი ჩართულიას და სამუსიკო სკოლების ერთობლივი პროექტი, რომელსაც ვიკა წარმოგიდგენთ. ეს არის მიკროფონი ჩართულიასა და სამუსიკო სკოლების გაერთიანების ერთობლივი პროექტი. მე ვიკა ვარ და დღეს ჩემი სტუმარი არის კაჭრეთის სამუსიკო სკოლის დირექტორი ქალბატონი გულიკო ბეგიაშვილი.
მოგესალმებით, გმადლობთ, რომ ჩემთან ერთად ხართ. პირველ რიგში გვიამბეთ თქვენი სკოლის შესახებ, როდის დაარსდა და რამდენი მოსწავლე ყავს? სანამ სამუსიკო სკოლა გაიხსნებოდა, კაჭეთის საშუალო სკოლასთან იყო არსებული სტუდია, რომელიც ძალიან ძლიერი იყო და მე გადავწყვიტე, რომ გამეხსნა სამუსიკო სკოლა, რადგან ჩემი კვალიფიკაცია მაძლევდა ამის საშუალებას. გაიხსნა სკოლა 1993 წელს. რომ მქონდა ფურცელი კულტურის სამინისტროდან, რომ კაჭრეთში იხსნებოდა სამუსიკო სკოლა, ეს მარტო მე ვიცოდი და ამას ძალიან დიდი გულისხმევა დაჭირდა. იმ საღამოს მოვიბინე მთელი სოფელი და ვიცოდი, ვისაც ჰქონდა მუსიკალური სმენა, მეხსიერება. ამ დროს ხო ჩვენთან მისაღები გამოცდები ტარდებოდა, ახლა არ ტარდება მისაღები გამოცდები, ფორმალურად იღებთ ბავშვებს. მოვაგროვეთ 10 ადგილი მოგვცა სამინისტრო, მოვაგროვეს 10 ბავშვი და მეორე დღესვე იყო დანიშნული გამოცდები, მისაღები გამოცდები. 10 ბავშვით დავიწყეთ სამუსიკო სკოლა და ავედით 300 ბავშვამდე. კადრი არ ჰქონდა, არ ყავდა სამუსიკო სკოლას და თბილისიდან ჩემი ზოგი კურსდამთავრებულები, ზოგი მისი ახლობლები მოვიწვიეთ და ასე დავიწყეთ სამუსიკო სკოლის მშენებლობა, რო თქვა და ასე. აქვს თუ არა დღეს სკოლა სათანადო პირობები, როგორ ფიქრობთ? აქვს სათანადო პირობები. განლაგებული არის საკრებულოს ყოფილ შენობაში მეორე სართულზე. აქვს ინვენტარი, ინსტრუმენტები, ამაში ძალიან გვეხმარება პროფსასწავლებლის დირექტორი, რომელიც როიტყოდ გვამარაგებს მეორად, მაგრამ მაინც ინვენტარით და გარადებით, ინსტრუმენტები კი გვაქვს საკმარის. 10 პიანო გვაქვს და 1 როიალი. თქვენ სკოლაში კიდევ რა ინსტრუმენტები შეისწავლება და რომელია ყველაზე მეტად პოპულარული ამ სკოლაში? წარმოიდგინეთ, გულდასაწყვეტია ის, რომ კლასიკურ განათლებას აღარ ექცევა ყურადღება სოფელში კი არა, მთლიანად რესპუბლიკაში ძალიან ჩამოვარდა ეს კლასიკური განათლების დონე. და რას აპირებთ რომ გააკეთოთ ამისთვის? ფანდური ისწავლება ძირითადად იყო ვიოლინო, მაგრამ ახლა ვიოლინოს რამდენჯერმე უნდა შეცვლა და აღარც სპეციალისტი აღარ არის ჩვენთან. და ფანდურს ასწავლიან, ვასწავლით ეგ არის და ეგ ორი. არის 3 განყოფილება: ვოკალური, საფორტეპიანო და ფოლკლორული განყოფილება. რა წარმატება აქვს თქვენ სკოლას და მიგიღიათ თუ არა რაიმე ფესტივალებში მონაწილეობა? ძალიან ბევრ ფესტივალებში მივიღეთ მონაწილეობა. წინათ კულტურის სამინისტრო ატარებდა ამ ფესტივალებს და ყოველთვის გამარჯვებული გამოდიოდით. მე პირადად გუნდის დირიჟორი ვარ და სასიცოცხლოც იქნებოდა რომ გუნდი სამუსიკო სკოლაში დაბალ დონეზე ყოფილიყო. არის ფოლკლორული გუნდი ძალიან მაღალ დონეზე ჩვენთან, რომელსაც პედაგოგი დალიჯი ქურაშვილი ასწავლის და მე ხელმძღვანელობ აკადემიურ გუნდს. ძალიან ბევრი დიპლომები, პრემიები, რა ვიცი, 1000 რამე გვაქვს მიღებული და ახლახან ჩატარდა მეორე საგუნდო საზოგადოებამ, თბილისის საგუნდო საზოგადოებამ ჩაატარა მეორე რესპუბლიკური დათვალიერება, სადაც რაიონის და მთელი რესპუბლიკის გუნდებმა მიიღეს მონაწილეობა და ახლახან დაგვირეკეს რომ ავიღეთ მესამე ადგილი, ისე რომ სასიხარულოა ეს. არის თუ არა ვინმე განსაკუთრებული მოსწავლე, ვინც ამ სკოლის დამთავრების შემდეგ კიდევ განაგრძობს სწავლა კონსერვატორიაში და აქვს რაიმე წარმატება? კი, არის. არის ჯიმითიდან ყავდა. ჩვენთან 7 სოფლის ბავშვები დადიან, ახლო სოფლიდან და არის გიორგი ბეროშვილი, რომელიც კონსერვატორიაში სწავლობს. ჩვენთან დაამთავრა 7 კლასი, მე თვითონ გზა გაუყვალე 8 წლებში ჩაებარბინა, მე თვითონ მივიყვანე და ეხლა ძალიან კარგად სწავლობს, უკვე მეორე კურსზე გადადის ვოკალურ განყოფილებაზე. არის კიდე პიტიური შვილი ნათია თელავში სწავლობს, ისიც ვოკალურ განყოფილებაზე და ალბათ ისიც პერსპექტიული რო კონსერვატორიაში ჩააბაროს. რა იქნება თქვენი უახლესი გეგმები, ზოგადად სკოლასთან დაკავშირებით და პირად ცხოვრებაშიც? ხო, სკოლასთან დაკავშირებით ახლა სასწავლო წელი მთავრდება, არის გაერთიანებული სამუსიკო სკოლების საანგარიშო კონცერტი როგორც სკოლაში, ასევე რაიონში, რომელსაც ჩვენი გაერთიანების დირექტორი რუსტან ჩიტაუიძე საკმაოდ კარგად უძღვება. გასვლითი კონცერტი გვაქვს, ეხლა კონკურსი ტარდება თელავში, სადაც
გუნდებმა უნდა მიიღოს მონაწილეობა და ფორტეპიანოს ბავშვებმა. ალბათ ყველგან პლუსებს ვიწერთ, ასე ვთქვათ, ყველა კონკურსში. გმადლობთ რომ იყავით ჩემი სტუმარი. დიდი მადლობა რომ მომიწიეთ. მადლობთ. მე კი მაყურებელს შევახსენებ, რომ დღეს ჩვენი რუბრიკის სტუმარი იყო კაჭეთის სამუსიკო სკოლის დირექტორი ქალბატონი გულიკო ბეგიაშვილი. მე კი დაგემშვიდობებით ნახვამდის. დაგიბრუნდით მეგობრებო, მე შეგახსენებთ, რომ ახლა თქვენი მყოფებით ტელეკომპანია გურჯაანის ეთერში, სადაც იქნება ჩვენი რუბრიკები. ახლა კი ჩვენ ეთერში თეკლე შემოგვიერთდება ძალიან საინტერესო თემებით. მოგესალმებით, ეს რუბრიკა საინტერესო ამბებია. მე თეკლა ვარ. დღეს ვისაუბრებ ძალიან საინტერესო თემაზე, რომელიც შეეხება ზღვებში და ოკეანეებში ჩაძირულ ქალაქებს. მოდი დავიწყოთ. 100 წელზე მეტია მეცნიერები ოკეანის სიღრმეებში ლეგენდარულ ატლანტიდას ეძებენ. ჯერჯერობით უშედეგოდ. სამაგიეროდ სხვა გასაოცარი აღმოჩენები გაკეთდა. ნაპოვნია უმშვენიერესი ჩაძირული ქალაქები. აქ თითქოს დრო გაჩერდა. კლეოპატრას სასახლე არც თუ დიდი ხნის წინ იქნა აღმოჩენილი ზღვაში, ალექსანდრიასთან. მეცნიერები მიიჩნევენ, რომ 1500 წლის წინ მომხდარი წარღვნის შედეგად წყალში ჩავიდა ქალაქის ეს ნაწილი. მეცნიერები თვლიან, რომ გარდა დედოფლის სასახლისა, მათ მიაგნეს ისიდას ტაძარსაც. დღესდღეობით 140 არტეფაქტი ამოტანილია ზღვის ფსკერიდან და მუზეუმშია გადატანილი. ჯერჯერობით ეს ადგილი დახურულია ტურისტებისთვის და დაივერებისთვისაც. ახლა ვისაუბროთ ცოდვის ქალაქზე, რომელსაც პორტ როიალი ჰქვია. აქ ოდესღაც ბინადრობდნენ მეკობრეები და მეძავები. იყო ლოთობა და ღრეობა. პორტ როიალს უწოდებდნენ ყველაზე ბოროტ და ცოდვილ ქალაქს დედამიწაზე. ასე იყო მანამ, სანამ 1692 წლის 7.5 ბალის სიმძლავრის მიწისძვრამ პორტ როიალი არ ჩაიტანა ოკეანის ფსკერზე და მისი 2000 მაცხოვრებელიც შეიწირა. შემდგომი საუკუნეების მანძილზე ადამიანებს სწამდათ, რომ ეს იყო ზეციური სასჯელი იმ ცოდვისთვის, რომელიც აქ ტრიალებდა. ახლა ცოდვის ქალაქი 40 ფუტის სიღრმეზე მდებარეობს და უამრავი არქეოლოგი თუ მოყვარული დაივერი დაეძებს და დღემდე პოულობს აქ არტეფაქტებს. მოდი ვისაუბროთ ლომის ქალაქზე, რომელიც ჩინეთში მდებარეობს. ლომის ქალაქი მიჩნეულია ყველაზე ბრწყინვალე ჩაძირულ ქალაქად დედამიწაზე და ის მართლაც გამაოგნებელია. იმიტომაც, რომ ეს უმშვენიერესი ანტიკური ქალაქი ჩვენი წელთაღრიცხვის 2250-იან წლებში იქნა აგებული და მოცულობით 62 ფეხბურთის მოედნის ტოლია. ვარაუდობენ, რომ 1959 წელს განზრახ ჩაძირეს იმისთვის, რომ კაშხალი აეშენებინათ. დღეს ეს ტურისტების ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ადგილია. აქვე მინდა გითხრათ, რომ ძალიან მაინტერესებს ზემოთ ხსენებული ქალაქები, რომლებზეც ჩვენ ვილაპარაკეთ და ძალიან მინდა მათი ნახვა და ალბათ ეს სურვილი ახლა თქვენს გაგიჩნდათ. ეს იყო რუბრიკა საინტერესო ამბები. მე 2 კვირით გემშვიდობებით. მომავალ შეხვედრამდე. ახლა კი ეთერში ცელქების დროა. ცელქებს მარი უძღვება. ვიკა, როგორც ვიცი, მათ თემა ფულზე აქვთ. შენ თუ გიყვარს ფული და რაში იყენებ მას? ცოტნე ფული ვის აღარ უყვარს, რადგან ფული ერთ-ერთი რამ არ არის, იცით შეგეძლია მაგალითად შენი ოცნება აიხდინო, რაც გინდა ის იყიდო. მოკლედ ფულის გარშე ცხოვრება წარმოუდგენელია. მაგრამ რომ ამბობენ, რომ ფული ხელის ჭუჭყიაო? რა თქმა უნდა, მაგრამ ფული მაინც საჭიროა, თუნდაც სიცოცხლისთვის, რადგან თუ ფული არ გექნება, შესაჭმელს ვერ იყიდი და ვერ იცოცხლებ. ცოტნე მე მინდა გკითხო, როდესაც შენ რაიმე მოგწონს და მშობლები არ გყიდულობენ, რა რეაქცია გაქვს ხოლმე? მე ზოგადად ძალიან ცუდი რეაქცია მაქვს, მაგრამ ვცდილობ რომ შევაგროვო. ამბიციური არ იყო ძალიან. კი, ვცდილობ რომ შევაგროვო ფული და მე თვითონ ვიყიდო ის. ახლა კი ცელქების აზრი მოვისმინოთ ამას. ეს არის ცელქები, მე მარი ვარ. გამარჯობა, ჩემთან ერთად კი რა თქმა უნდა ყოველთვის ანია. როგორ ხარ ანი? კარგად, მარი, შენ როგორ ხარ? მეც კარგად. მოდი დღეს ფულის შესახებ ვისაუბროთ. ჩვენ დასახში ბავშვები ხშირად თხოვენ უფროსებს ფულს. შენ თუ თხოვანი უფროსებს ფულს? მარი, მე როდესაც მჭირდება ფული, ჩემს დედიკოს და მამიკოს აუცილებლად ვთხოვ ფულს. მე თანხმები, შენ ხომ ვთხოვ ხოლმე ჩემს დედას და მამას ფულს? კი, როცა მჭირდება ხოლმე, ვთხოვ ფულს.
ბევრი ფული რა მქონდეს, სასიყე დიდი, რას გააკეთებდი? ვიმოგზაურებდი და ბევრ ტესტს ვიყიდიდი. შენ რას გააკეთებდი, მარი? ახალი ბავშვებისთვის წიგნებს ვიყიდებდი და ყველა ღარიბს დაურიგებდი. რას ნიშნავს შეთვის ფული? ფული იმას ნიშნავს, რომ ჩემთვის ფული არაფერს არ ნიშნავს. ჩვეულებრივ რასაც გვინდა, იმას ვიყიდით. ხომ ეთანხმები, მარი? გეთანხმებიანი. იმისათვის რომ ფული გქონდეს, რა უნდა გააკეთო? ფული რო გქონდეს, უნდა ვისწავლოთ და ბევრი უნდა ვიშრომოთ. ხომ ეთანხმები? კი, ანი გეთანხმები. როგორ იქცევია მშობლები, როცა ფული უნდათ რომ გქონდეთ? საჭირო ნივთებში ხარჯავენ და რაც არ არის საჭირო, იმაში არ ხარჯავენ და რომელიც არ არის საჭირო, ამბობენ რომ მერე ვიყიდით. შენ როგორ გქონია, მარი? უფროსები ბევრს შრომობენ, რომ ფული იშოვონ. ზოგჯერ ჯიუტი ბავშვები ტირიან, როცა რაიმეს ყიდვა უნდათ. შენ თუ გიტირია ამის გამო? მარი, მე როცა პატარა ვიყავი, მაშინ ავტიროდი ხოლმე. ახლა დიდი გოგო ვარ და აღარ ვტირდი. დედა როცა არ მყიდრობს ხოლმე, მეუბნება, მერე გიყიდი. შენც ხომ ესე გეუბნება ხოლმე, მარი? კი, რა თქმა უნდა. თელქები კი ორი კვირით გემში დავებით. ნახვამდის. ეს არის მიკროფონი ჩართულია. ახლა კი დრო მოვისმინოთ ვიქტორინის მორიგი შეკითხვა. თქვენ კი იყავით ყურადღებით და დროულად გამოგვეხმაურეთ. ეს არის ვიქტორინა, მე ალექსანდრე ვარ საღამო მშვიდობისა. ახლა კი მინდა გაგაცნოთ ვიქტორინის გამარჯვებული. ეს გახლავთ ანი გეთიაშვილი. გამარჯობა ანი, მოდი პირველ რიგში გაგისმევ შეკითხვას. თუ რა ასაკში გარდაიცვალა წმინდა ნინო? გამარჯობა ალექსანდრე, მე მივესწარ რომ მეპი შენს მაყურებელს ძალიან მოწონს შენი გადაცემა და მიხარია რომ მე შენ გადაცემაში მოხვდი. ახლა კი გეტყვით სწორო პასუხს. წმინდა ნინო გარდაიცვალა 31 წლის ასაკში. ის იყო ქრისტიანობის 332 წელს ის იყო ქრისტიანობის გამავრცელებელი. ახლა მიამბე შენ შესახებ. მე რომ ანი გეთიაშვილი 7 წელს ვცხოვრობ ბურჯაანში. მე მიყვარს წერა, ხატვა, კითხვა, სიმღერა. და როცა დიდი გავიზრდები, მინდა რომ გამოვიდე მხატვარი. კითხვა თუ გიყვარს? კი. რომელი მწერალი გიყვარს? მე მიყვარს იაკობ გოგებაშვილი, იმიტომ რომ დედაენის წიგნი შემქნა ბავშვებისთვის. ახლა კი გეტყვით ორ რეგს გაზაფხული. მზე მთვარები გაახირა, ცინა და ცინა. მერზე ია შემჩნია, ია თვალებს ციმციმა. ნაკადული მოიმღერს სამანკარა ენაზე. ჩიტუნები აჯიჯკნყი სამურ ენაზე. ყაყაჩოსაც გაეღიმა, მოცხვა თავი დახარა. მზე სიცირა დაიყვარა, გაზაფხული გვახარა. დედა ციხეზე და ქარახს, დედა მიწას, დედა ბოსო. თუ დედა ენას, დედით ზარა, დედა მიწა, დედა უძღვი წინ ყველაფერს ჩვენ საროცავს, ჩვენ საფიცარს, რადგან ზარა დედა მიწა, დედა იცავს დედა მიწას. ახლა კი მორიგი შეკითხვა ჩვენი მაყურებლებისთვის. ვინ არის ავტორი ლექსისა ვაშლი და შაქარა? ბეკი შეგახსენებთ წესებს. თუ როგორ შეიძლება მოხდეს ჩვენს გადაცემაში? პირველ რიგში აუცილებლად უნდა გვიყუროთ და მოისმინოთ ჩემი შეკითხვა, რომელსაც თქვენ დროულად უნდა უპასუხოთ ეკრანზე მითითებულ ნომერზე 598505948. ვინც პირველი მოგვაწვდის სწორ პასუხს, სწორედ ის იქნება ვიქტორინის გამარჯვებული და მას გადაცემაში აუცილებლად მოვიწვევთ. ახლა კი ვიმეორებ შეკითხვას. ვინ არის ავტორი
ლექსისა, ვაშლი და შაქარა. მე კი აქვე 2 კვირით გემშვიდობებით ნახვამდის. თქვენ უყურებთ მიკროფონი ჩართულიას, გადაცემას ბავშვებისთვის და არა მხოლოდ მათთვის. ახლა კი დრო ვიმგზავროთ ცოდნესთან ერთად ისტორიულ წარსულში. მოგესალმებით მეგობრებო, ეს არის რუბრიკა ისტორიული ძეგლები, ხოლო მე ამ რუბრიკის წამყვანი ცოტნე ვარ. დღეს მე მინდა ვისაუბრო გრემის ციხე-ქალაქის შესახებ. კადრებს, რომელსაც ჩემს უკან ხედავს, სწორედ ამ ციხე-ქალაქს ეკუთვნის. ციხე-ქალაქი გრემი აშენებულია მდინარე იწნობას მარჯვენა სანაპიროზე, მთაზე. აქ აშენებას 2 მიზეზი ჰქონდა. პირველი ის, რომ მტერი მას ძნელად აიღებდა, ხოლო მეორე ის, რომ აქედან მთელი გრემი მოჩანდა. გრემის ეკლესია ააშენა კახეთის მეფე ლევანმა 1565 წელს, ხოლო მოხატვა დაასრულეს 1577 წელს. რაც შეეხება აქ მდებარე ეკლესიას, იგი ფართო არ არის, მაგრამ ძალიან მაღალია, რაც იმას ადასტურებს, რომ ეს ძალიან ორიგინალური კახური ძეგლია. ციხე-ქალაქი გრემი 3 ნაწილისგან შედგებოდა. პირველი სამეფო რეზიდენცია, მეორე სავაჭრო უბანი, ხოლო მესამე მთავარანგელოზთა კომპლექსი. არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოაჩინეს ბევრი მოჭიქული კრამიტი, რაც იმას ადასტურებს, რომ ადრე მთელი გრემი გადახურული იყო კრამიტით. დღეს, როდესაც ჩვენ ამ უშვენიერეს ციხე-ქალაქს ჩავუვლით, იგი გვახსენებს ჩვენს ადრინდელ და მშვენიერ წარსულს. დღეისათვის სულ ეს იყო. ჩვენ 2 კვირის შემდეგ კვლავ შევხვდებით, თუმცა აქვე მინდა დავაანონსოთ ჩვენი შემდეგი გადაცემა, სადაც შიომღვიმის შესახებ ვისაუბრებთ. ნახვამდის. ჩვენ ისევ თქვენთან ერთად ვართ. ახლა კი ედერში ფერადი ამბების დროა. ფერადი ამბების შემდეგ თქვენ გაიგებთ სპორტის სიახლეებს, რომელიც თქვენთვის სიურპრიზი იქნება, რადგან ჩვენს მიერ გამოცხადებულ კონკურსში ავთოფარნავაზიშვილმა გაიმარჯვა. იგი ქალაქ გურჯაანის პირველი საჯარო სკოლის 2 კლასის მოსწავლეა. და მინდა რომ მას წარმატებები ვუსურვო, რადგან მისი დებიუტი შედგა და კიდევ ერთი სიურპრიზი ავთოს ჩვენგან. მას 21 მაისს შეუსრულდა 8 წელი და მინდა მას წარმატებები ვუსურვო. ახლა კი სპორტი ეთერში. საღამომშვიდობის. დღეს ფერად ამბებს მე და ალექსანდრე გაგაცნობთ. საღამომშვიდობისა. ქართველი სტუდენტი ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის კონკურსის ფინალშია. ნიკა გაჩეჩილაძე ივნისის ბოლოს კალიფორნიაში გაემგზავრება. კორეაში კორეულ ენაზე შოთა რუსთაველის ვეფხის ტყაოსანი გამოვიდა. პოემა პროფესორმა ჩოჯუკანმა თარგმნა. აღსანიშნავია, რომ ეს ჩვენი პირველი ლიტერატურული ნაწარმოებია. ახლა კი საინტერესო ინფორმაცია. 20 წლის გამომგონებლის დახმარებით მსოფლიო ოკეანე ნაგვისგან 10 წელიწადში გაიწმინდება. ყოველ წელს დაახლოებით 8 მილიონი ტონა პოლიეთილენი აბინძურებს ოკეანეს, რის შედეგადაც დაახლოებით 1 მილიონი ფრინველი იღუპება. ამ პრობლემის გადასაჭრელად 20 წლის ბოიანმა ოკეანეს გამწმენდი ტექნიკა გამოიგონა. ამ გამოგონების საშუალებით ოკეანე თავისით შეძლებს ნაგვისგან წყლის გასუფთავებას. ნაიკმა საცმელი გამოუშვა, რომელიც ავტომატურია, სპორტულია. გვერდზე კი 2 ღილაკი აქვს, რათა მომხმარებელმა უფრო მოუშვას ან უფრო მოიჭიროს. რამდენიმე დღის წინ Facebook-მა დააჯილდოვა 10 წლის ფინელი ბიჭი სახელად ჯანი. მან Instagram-ს პროგრამული ნაკლი უპოვა, რომელსაც ხუსი კომენტარების წაშლა შეძლო. ჯანმა ამის შესახებ Facebook-ს მისწერა და კომპანიისგან საჩუქრად $10,000 მიიღო. ბიჭმა წერილი დაწერა, სადაც თავის სხვა აღმოჩენებზე საუბრობს. 104 წლის ქუჩის ხელოვანი შოტლანდიის ქალაქებს ხეებს ფერადი ქსოვილებით რთავს. გეის ბერეტი შესაძლოა ყველაზე ასაკოვანი ქუჩის არტისტია. გრეისი სოველთა კლუბის წევრია.
ლუბი ქსოვილებით თავს შოტლანდიის ქალაქებს, ჯიხურებს, ხეებს, ღობეებს, ველოსიპედებს. აი ასეთი იყო ჩემს ხელთ არსებული ბოლო ინფორმაცია. ჩვენ ორი კვირით გემშვიდობებით. მადლობთ რომ ჩემთან ერთად ხართ. ნახვამდის. ნახვამდის. მოგესალმებით, მე ავთო ვარ. ეს კი სპორტის სიახლეებია. თავდაპირველად დავიწყოთ ფარიკაობით. რიოს ოლიმპიადის ლიცენზიატი სანდრო ბაზაძე საქართველოს ისტორიაში პირველი მოფარიკავია, რომელიც მსოფლიო თასის ვიცე-ჩემპიონი გახდა. ალმა-ატაში მიმდინარე გრან-პრიზე ქართველმა ძიუდოისტმა 100 კილოგრამით წონით კატეგორიაში ყველაში გაიმარჯვა. ადამ ოქროაშვილმა ოქროს медаლი მოიპოვა. შეგახსენებთ, რომ ამავე წონის კატეგორიაში ევან მატიაშვილმა ბრინჯაოს медаლი მოიგო. ბერძნულ-რომაული სტილის მოჭიდავეთა ახალგაზრდულმა ნაკრებმა პირველი ადგილი დაიკავა და შეჯიბრების პირველ დღეს საქართველოს ნაკრებმა თასის მოპოვების წონით კატეგორიებიდან ყველაში გაიმარჯვა და 4 ოქროს медаლი მოიგო. ამ დროისთვის სულ ეს იყო. ჩვენ 2 კვირის შემდეგ შევხვდებით. ნახვამდის. დაგიბრუნდით მეგობრებო. მოდი ახლა გავიგოთ კიდევ ერთი ცნობილი ადამიანის შესახებ. ცნობილებს მარი წარმოგიდგენთ და მარი გაგაცნობთ და მინდა გითხრათ, რომ დღეს მარი ძალიან საინტერესო და ყველასთვის საყვარელ სელებრიტს გაგაცნობთ. მოგესალმებით, ეს არის ცნობილები. მე მარი ვარ. დღეს მე მოგიყვებით სელენა გომესის შესახებ. მას უკვე თქვენ კარგად იცნობთ. ის დაიბადა 1992 წელს ტეხასის შტატში. სელენას დედა წარმატებული მექსიკელი მსახიობია. სელენამ დედას ultimatumi წაუყენა. თეატრში რეპეტიციების თვალისწინების შემდეგ მან თქვა, რომ მსახიობობა სურს და სხვა არავითარი პროფესია არ უნდა. დედამ ქალიშვილის ცხოვრება სერიოზულად მიიღო. უკვე 6 წლის ასაკში სელენამ პირველი კასტინგი გაიარა და 7 წლისამ დაიწყო მუშაობა შოუში. ბარნი და მისი მეგობრები. კასტინგში 1400 მონაწილეს აჯობა. მას შემდეგ, რაც ეს სერიალი გამოჩნდა, სარეკლამო აგენტებმა შენიშნეს ეს ლამაზი გოგონა და ის უკვე რეკლამებს უკეთებს სათამაშოების მაღაზიებს და რესტორნებს. 12 წლის ასაკიდან მან გაიარა კასტინგი Walt Disney სტუდიაში. შემდეგ ის გადაიღეს ტელესერიაში Santa Montana. 15 წლის ასაკში მას უკვე შესრულებული ჰქონდა 15 კინო როლი. ახლა სელენა სიამოვნებით თამაშობს ფილმებში, სწავლობს სიმღერას და თავის პირველ ალბომებს იწერს. იგი მონაწილეობს საქველმოქმედო აქციებში. დღეს მე ამით გემშვიდობებით. ნახვამდის. ეს იყო გადაცემის ბოლო გვერდი. გმადლობთ, რომ იყავით ჩვენთან ერთად. გადაცემას უძღვებოდით მე და ვიკა. აქვე შეგახსენებთ, რომ ჩვენი გადაცემის ყურება შეგიძლიათ ყოველ მეორე ხუთშაბათს 21 საათსა და 15 წუთზე, ასევე ინტერნეტის საშუალებით. ჩვენ 2 კვირის შემდეგ კვლავ შევხვდებით. მომავალ შეხვედრამდე. ნახვამდის.